ამის სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდის სულისათა ალთა მარადის და უკუნთი უკუნისამდე ამინ გეულოცავთ დღევანდელ დღეს მართლმადიდებლობის სეიმი გრძელდება ეკლესიამ ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი არის მარხვა ყველაზე მნიშვნელოვანია ცენტრია ფაქტიურად მთელი ღვთისმსახურებისა და აი ამ პერიოდში ორი პირველი კვირიაკე დაუთმო მართლმადიდებლობის ზეიმს, მართლმადიდებლობის გამარჯვებისა ცრუ სწავლებებზე, ამით სურს რომ შეგვაგონოს, რომ პირველი და ყველაზე მთავარი სათნოება არის მართალი სარწმუნოება. მართალი სარწმუნოება, რომელიც თვით ძეღვთისა მოიტანა დედამიწაზე და რომელიც გადასცა მოციქულებმა როგორც საცავში, ისე ეკლესიაში ჩადეს ეს განძი და რომელიც არასდროს ერთი წამიც არ ყოფილა დედამიწაზე ქრისტეს მოსვლის შემდეგ, რომ დაკარგულიყო, დამახინჯებულიყო, ან საერთოდ გამქრალიყო დედამიწაზე და არასდროს არ იქნება წამი და დრო, როდესაც ის განქარდება დედამიწაზე. ამით შეგვაგონებს, რომ როგორც ამბობს ათანასე ალექსანდრიანი, მამა მართლმადიდებლობისა, თვინიერ მართალი სარწმუნოებისა შეუძლებელია სათნოყოფა ღვთისა და შეუძლებელია ცხონება ღვთისა, რადგან თვით ძეღვთისა მოიტანა და ამიტომ ნურავინ გაკადნიერდება, ნურც დაუმატებს და ნურც მოაკლებს ამ სარწმუნოებას, რადგან ამ სარწმუნოების სისავსეზე არის დამოკიდებული ადამიანის ცხონება და მისი მარადიული ხვედრი და ამყოფიური ყოფაც. რა მოღვაწებას არ უნდა კონდეს და ასკესაც არ უნდა კონდეს ადამიანს, თუ ის სარწმუნოებრივად ცდება და ამახინჯებს, აუცილებლად მისი ცხოვრება აუცილებლად გამოვლინდება ის და დამახინჯდება მისი ცხოვრება. ამიტომ დღეს სარწმუნოება, ჭეშმარიტ სარწმუნოება უნიკალურ თვისებებს ძენს ადამიანს, უნიკალურ თვისებებს, რომელსაც ვერანაირ ამ ცხოვრებაში ადამიანი ვერსად ვერ მოიპოვებს, ვერსად ვერ ისწავლის, ვერც ერთ უნივერსიტეტში, ვერც ერთ ოჯახში, ვერც ერთ საზოგადოებაში, ყველაზე განვითარებულ საზოგადოებაშიც კი ვერ მოიპოვებს იმას, რასაც აძლევს ჭეშმარიტ სარწმუნოება. ეს არის ჭეშმარიტება, ეს არის სიკეთე, ეს არის სახიერება, სიყვარული, სიმდაბლე, შეუძლებელია ეს სათნოებები მოიპოვოს ადამიანს. ეს არის მარადიული სიკეთეები, უხრწნელება, მარადისობა, უკვდავება და ცხონება. ამიტომ ეკლესია დღეს ყველას შეგვაგონებს დაიმარხე სარწმუნოება და წმინდა მამები ამბობენ უპირველეს მცნებად დღევანდელი დღე ასე კარნახოს დაიმარხე სარწმუნოება. სარწმუნოება, რომელიც გადმოგეცა, შენ კი არ მოიგონე, არამედ გადმოგეცა. შენ კი არა ხარ მისი დამფუძნებელი, გამომგონებელი, არამედ რომელიც მიიღე. და თვით ანგელოზიც რომ მოვიდეს, ამბობს პავლე მოციქული. და სხვა რამ გასწავლოს შენ, ანათემა მას. ნახეთ როგორია დებო და ძმებო, მართალი სარწმუნოება, როგორი მნიშვნელობა აქვს მას. ღმერთი ეძებს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს. ნახეთ, არა მარტო თაყვანისმცემლებს, ბევრი ყავს თაყვანისმცემელი ღმერთის იდეას, ბევრი თაყვანისმცემელი, ბევრი მიმდებარე ყავს, მაგრამ ღმერთი მაცხვარი ამას ხაზს უსვამს. ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს ეძებს ღმერთი. და ვინ არის ჭეშმარიტ თაყვანისმცემელი? ამას გვეუბნება ვიკენტი ლირინელი, ერთ-ერთი გამორჩეული მამა. ის ამბობს, ისაა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი, რომელიც მთელი გულითაა მიჯაჭვული ეკლესიას, ქრისტეს სხეულს, ღვთაებრივ ჭეშმარიტებას, ვინც არაფერს აყენებს მართალი სარწმუნოებაზე მაღლა, არც ავტორიტეტს, არც სიყვარულს, არც ნიჭს, არც მჭერმეტყველებას, არც ვინმეს ფილოსოფიას. თავის მოვალეობად იგი მხოლოდ იმის დამარხვად მიიჩნევს, რაც ცნობილია, რომ სოფლიო ეკლესიას ძველთაგანვე ერთსუნულად იმარხავდა
ხოლო სხვა რამ თუ გამოჩნდა, ყველაფერს თვლის განსაცდელად, რომელიც აუცილებლად უნდა უარყოს. ასეთია წმინდა ეკლესიის სწავლება, ასეთია მართლმადიდებლობა, რომელიც შეგვაგონებს, რომ მართალი სარწმუნოებით ისკენ ისწრაფოს ადამიანმა და შეიმოსოს და დაიმარხოს. დღევანდელი დღეს მოგესალმებათ არის უდიდესი წმინდანი, წმინდა გრიგოლ პალამას ხსენება. წმინდა გრიგოლი პალამა არის თესალონიკის მთავარი ეპისკოპოსი იყო, მანამდე ის იყო თაწმინდელი ბერი, რომელიც უდიდესი სულიერი ცხოვრებით გამობრწყინდა და როდესაც დადგა განსაცდელი და შეეხო აი ამ სიწმინდეს, როდესაც ამ სიწმინდეს ეხებოდა ბერებიც კი, რომლებსაც აქვს მორჩილება და ლოცვა და მორჩილება, ესა მათი მთავარი წესი ცხოვრების. მაშინ ტოვებდნენ ამას და მოდიოდნენ და იცავდნენ მართლმადიდებლობას და წმინდა გრიგოლი ყველაფერი დაძო, თავისი ცხოვრება, საკანი, საპრობილეც, ყველაფერი რატომ? ხედავთ რატომ? იმიტომ რომ ამის დარი და ამის ფასი, ამის ნიჭი დედამიწაზე არ არსებობს, რაც არის მართალი სარწმუნოება. და ამიტომ ამის დასაცავად ყველაფერს დებდნენ. მარტო გრიგოლი იყო საუკეთესო გამგრძელებელი წმინდა მამათა, რომლებიც ეკლესიის ისტორიაში ბრწყინავ. ერთ-ერთი მათგანი იყო. და კერძოდ ეს იყო ვარლაამი, რომელმაც შემოიტანა რაღაც მწვალებლური სწავლება და ამას ჩვენ არ შევუდგებით, ამას განხილავთ. მოკლედ ვიტყვი, რომ წმინდა გრიგოლის მთავარი შინაარსი, აზრი აი ამ კამათისა იყო ის, რომ თუ მეშვიდე კრებაზე და პირველ კვირას ჩვენ თქვით, რომ ღმერთი ჭეშმარიტად განკაცდა და ამიტომ შეიძლება მისი გამოხატვა ხატებზე. ამას ამტკიცებდა ეკლესია მუდმივად, ამას ამბობს სახარებაც, ამას თვითმაცხოვარიც გვასწავლის. აი ამ კამათში ვარლაამთან ამტკიცებდა ეკლესიის სწავლებას წმინდა გრიგოლი, რომ თუ კი ღმერთი განკაცდა და ღმერთი განკაცდა იმიტომ, რომ ადამიანი განიღმრთოს. ესე იგი, ეს არის უძველესი სწავლება ეკლესიის, რომელიც ფაქტობრივად სურდა ამას, რომ დაიკარგა, რომ განღმრთობა კი არაა მთავარი, არამედ რაღაც ადამიანის ზნეობრივი ცხოვრება და ასე შემდეგ. და წმინდა გრიგოლი ამბობს, რომ საზოგადოებრივი ცხოვრება კი არაა ყველაზე მნიშვნელოვანი, არამედ არის განღრთობა ამისთვის განკაცდა ღმერთი, რომ შენ განეღმრთო. და როგორ ახერხებს ამას ახერხებს ადამიანი ხელთუქმნელ, საკუთარ საკუთარი ღვაწლით. იმიტომ რომ ღვაწლის გარეშე არაფერი არ იქნება, მაგრამ თავარი არის ხელთუქმნელი ენერგიებით, საშუალებით, რომელიც არსებობს ეკლესიაში და რომელთა თანაზიარებით ხდება ეს განღრთობა და განწმენდა. და ხელთუქმნელი ენერგიები, რომ თქვათ, რაშია ყველა საიდუმლოება, რომელიც აღასრულება, არის ხელთუქმნელი ენერგიები. ზიარებას, აღსარებას, ზეთისწყებას და ყველა ის შვიდი საიდუმლოება. ეკლესია ცხოვრობს ხელთუქმნელი ენერგიებით. ეკლესიაში არის ეს ხელთუქმნელი ენერგია, იმიტომ რომ ადამიანს ღმერთთან შეხება ფიზიკურად ეს შეუძლებელია ქონდეს. ღმერთთან ერთობა შესაძლებელია მხოლოდ ხელთუქმნელი ენერგიების საშუალებით. და გრიგოლ პალამა ამტკიცებდა, რომ ამის ყველაზე საუკეთესო ფორმა ეს არის ისიხაზმი. ისიხაზმი ეს არის გონებრივი ლოცვის პრაქტიკა, გონებრივი ლოცვის, რომელიც მოიცავს ასევე მღვიძარე ცხოვრებას, მარხვას, ხშირ ზიარებასა და მორჩილებას, მოძღვრისას. მაგრამ ეს იყო პრაქტიკა იესოს ლოცვისა, მოკლე ლოცვისა, იესოს ლოცვისა, რომელიც ყველაზე კარგი საშუალებაა განღრთობისთვის და აი ამ საღვთო ენერგიებთან თანაზიარებისათვის. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს მხოლოდ მონაზვნებისთვის არის. სწრაფა მოუკლებელი ლოცვისაკენ არის სწავლება ეკლესიისა, რომელიც მაცხოვარიც გვასწავლის და პავლე მოციქულის ამბობს: მარადის გიხარობდნენ, მოუკლებელად ილოცევდით,
მოუკლებლად, ეს არის სწავლება, ცნება, რომელიც მიეცემა ყველა ქრისტიანს. მოუკლებლად ილოცოთ, მარადის გიხაროთ. და ამიტომ ლოცვისკენ სწრაფვა არის უმთავრესი მიზანი ქრისტიანისა. ეს არის მსგავსი ცნება პირველისა, რომელიც თქვით მართალი სარწმუნოება. იმიტომ რომ ლოცვაზე ამბობენ, ეს არის დედა სათნოებების. მოიპოვე დედა და ყველა სათნოებას მოიპოვებ შენ. და ამიტომ სწრაფვა ლოცვისაკენ და სრულყოფისაკენ და ლოცვის შესასწავლად არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქრისტიანისა. და ნახეთ, რას გვასწავლიან ჩვენ წინამამები ლოცვის შესახებ. ჩვენ სულიერად ცხოვრობთ იმდენად, რამდენადაც ლოცულობთ და ვიცით ლოცვა. ლოცვაში კაცი ყველა თავის პრობლემის, სულიერისა და ხორციელის გადაჭრას გზას პოვებს. არც ერთი საქმე არაა ლოცვაზე უფრო მნიშვნელოვანი. ეს ისეთი საუნჯეა, რომელსაც ვერაფერი მოგპარავს უდებების გარდა, სიზარმაცის გარდა. თუ კი ლოცვა არ ვისწავლეთ, განუზომელი იქნება ჩვენი უბედურება. ამიტომ დღეს თუ გარეგნულად ლოცულობს ადამიანი, გონია რომ იცის ლოცვა და გარეგნული ლოცვა ერთი ფორმაა მხოლოდ ლოცვისა. და განუზომელი იქნება ჩვენი უბედურება. ეს ყველა დიდ განსაცდელი, ყველა განსაცდელი და დიდი განსაცდელია. თუ კი კაცი ლოცვას არ ისწავლის, ესე იგი ეს ყველაზე დიდი განსაცდელია, თუ კი კაცი ლოცვას არ ისწავლის. როცა ნერვები დაზიანებულია, ადამიანის მთელი სხეული მოშლილია. იგი ცოცხალ ლეშს გავს. როდესაც არ არსებობს ლოცვა, კაცის სულიერი ცხოვრება პარალიზებულია, მომსპარია სარწმუნოება, გამქრალია სიყვარული და მკვდარია იმედი. ესე იგი ნახეთ, სარწმუნოება ლოცვა თუ არ იცის და არ ისწავლის ლოცვას, სარწმუნოებაც კი ყდება ადამიანში. ამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ლოცვის პრაქტიკას და ლოცვაში სრულყოფას. ამიტომ მე შემოგთავაზებთ რამდენიმე წესს, რომელიც გამოადგება ახალ დამწყებებსაც, რომელიც გამოადგება რომელმაც უკვე რაღაცა წარმატება და საერთოდ ყველა ადამიანს გამოადგება ეს წესები, რომელიც წმინდანები გვასწავლიან და გვეუბნებიან. აი ეს 4 ძირითადი პრინციპია, რომელსაც ეფუძნება აი ეს ლოცვის ღვაწლი თუ სურს ადამიანს რომ შეისწავლოს. პირველი ეს არის ლოცვა, თვითონ ლოცვა პრაქტიკულად აღსრულებული ლოცვა ყველაზე დიდი მასწავლებელი ყოფილა ლოცვისა. და წმინდანები გვეუბნებიან, როგორ ისწავლე წერა, წერით. კითხვა როგორ ისწავლე, კითხვით. როგორ შეიძლება ისწავლო ლოცვა? ლოცვის სწავლა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სისტემატიური ლოცვით. იმიტომ რომ ამაზე ამბობენ მამები, ეს არის მეათედი. აი ხო არის ცნება რომ მეათედი შესწიროს, ყველამ უნდა შესწიროს მეათედი. ძველ აღთქმაში არის და ახალ აღთქმაშიც არის ეს. მეათედი უნდა შესწიროს ღმერთს. აი ამბობენ რომ ეს სულიერი მეათედი არის ეს, როდესაც დღის განმავლობაში ადამიანი წირავს ღმერთს. და როდესაც არ წირავ, ესე იგი ართმევ შენ ღმერთს, არ აძლევ ღმერთს მთელი სიკეთის, რომელსაც ის გაძლევს შენ. როდესაც შენ არ ლოცულობ და დროს არ უთმობ ამისთვის. და საერთოდ ამ წმინდა ბიბლია ამბობს, მოიცალე და გულისხმა ხავ რამე თუ მე ვარ ღმერთი. თუ არ მოიცალე და არ დაუთმე რამე დრო, ვერ გულისხმაყო, ვერ მოახლებდე ღვთაებას, ვერ მიუახლოვდე ღმერთს ახლოს. მეორე წესი და კანონი ეს არის ლოცვის კანონი. ყველა წმინდას ჰქონდა ლოცვის კანონი. არც ერთი ლოცვაში წარმატებული ადამიანი არ არსებობს, რომელსაც არ ჰქონდა კანონი. ანუ კანონი არის რაღაცა დროის განმავლობაში ლოცულობდნენ და რაღაცა ლოცვებს ლოცულობდნენ. ეს თვითონ უნდა ადამიანმა თვითონ უნდა შეარჩიოს და შეადგინოს. ამბობდნენ, ლოცვის კანონი არ უნდა იყოს დიდი, ის უნდა იყოს ზომიერი
და ვარსონოფი დიდი ამბობს, წარმოიდგინეთ, ისიხასტი, ანახორეტი, მამა რას გვეუბნება, ვარსონოფი დიდი ლოცვის კანონით ვიწრო ბჭე სასუფევლისას ვერ გაივლი. ამიტომ რატო გვეუბნება? იმიტომ რომ როცა დიდს ვიღებთ, ჩვენ უყურადღებოდ ლოცულობთ რა და ამიტომ უყურადღებო ლოცვა ფაქტიურად არის ფალსიფიცირება. ატყუებ ღმერთს. არა გულწრფელი ხარ ღმერთის წინაშე. რასაც ლაპარაკობ, გულწრფელად არ ლაპარაკები ღმერთს და ჯობია ნაკლები იყო და გულწრფელად ღვთის წინაშე ესაუბრებოდე, ვიდრე უზარმაზარი კანონი აიკიდო და აი ამ კანონის შესრულების დროს თურმე მნიშვნელობა არ აქვს თურმე რამხელა ეს კანონი. ეხლა ძალიან არ უნდა იყოს ეხლა რაღაცა კოსმეტიკური მთელი დღის განმავლობაში 24 საათი მიწიერს უთმობდა შერცხვილი არის ღმერთს არ დაუთმო რაღაცა პატარა დრო, მაგრამ არ უნდა იყოს ძალიან მცირე, მაგრამ არც დიდი არ უნდა იყოს, მაგრამ აქ ამას არ აქვს გადაწყვეტი მნიშვნელობა. გადაწყვეტი მნიშვნელობა აქვს სისტემატიურობას. სისტემატიურობას და ამბობენ საკრალური დრო, დილის როცა გაიღვიძებს ადამიანი და სუფთა ადამიანის გონება, იქ უნდა დაიწეროს პირველი სიტყვები სიწმინდისა. ეს არის საკრალური დრო და მეორე დრო, როდესაც ყველაფერი ჩუნდება, წყნარდება, აი მაშინ უნდა ეს საღამოს გულისხმობს საღამოს ლოცვას. ეს ორი საკრალური დრო არის განსაკუთრებული დრო, რომელსაც ყველა წმინდა მამა ეკლესია ყოველთვის ასწავლის, რომ აი ეს დრო დაუთმოს და აი ამ დროში იწურთო, იღვაწოს, იშრომოს აი ამ ყველაზე დიდ აკადემიაში. ამბობენ ხატებთან ანთებული კანდელი ყველაზე დიდი აკადემიაა. ყველაზე დიდი სულიერი აკადემიაა. სადაც ისეთ ცოდნა შეიძლება მიიღო თუ სწორად ლოცულობს ადამიანი, ისეთი მიიღო, რომ ვერც ერთ აკადემიაში ვერ ისწავლე ამას. მესამე ეს არის ამბობენ რომ თუ კი შენ მარტო ხატებთან ლოცულობ და მე აღარ ლოცულობ, ესე იგი საერთოდ არ ლოცულობ შენ. აი მამა გიორგი ხშირად მომისვენია, ხშირად ამბობს მოკლე ლოცვის შესახებ. ალბათ თქვენს გახსოვთ მოკლე ლოცვის შესახებ, რომ ეს მოკლე ლოცვა არის ჩვენი სულიერი პური. იმიტომ რომ აი ეს ლოცვითი მდგომარეობა ღმერთი ყველგან ხედავს, ყველგან შენთან არის და შეიძლება ის დავივიწყო დღის განმავლობაში და არ გახსოვდეს და შენ საქმეებს აკეთებდე. აი ეს მოკლე ლოცვები ოდითგანვე სხვადასხვანაირი იყო. ზოგი ფსალმონის სიტყვებს იმეორებდა, მაგალითად უფალი ნათლად ჩემ და მაცხოვარ ჩემ და ვისა მეშინოდეს, ან ნეტარას კაცი რომელი არ ამოვიდეს, რა ხვას აუმთოთ, ასე შემდეგ რა. ამას დიდი ძალა, დიდი მადლი აქვს ამის ახსენებას. შემდეგ მან მოკლე ლოცვებით მაგალითად ბასილი ამბობს ყველა საქმეში ან თქვი მადლობა ღმერთო, დიდება შენ და უფალო, მაკურთხე, დალოცე ჩემი შვილები, აკურთხე ჩემი საქმე. ყოველი დღე, ყოველი წუთი შეიძლება აქციო ლოცვათ ამბობენ, თუ კი შენ გონიერად მოიქცევი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოიკვეთა, რომ ეს არის ყველაზე ძლიერი ლოცვა, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის იესოს სახელით ლოცვა. იმიტომ რომ არაფერი არ არის ამ დედამიწაზე უფრო ძლიერი ვიდრე იესოს სახელია და მის სახელით მოწოდება, ამას ქვია იესოს ლოცვა. უფალო შემიწყალე, ან უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მეწოდვილი, რომელიც პრაქტიკაც უნდა ქონდეს ყველა ქრისტიანს. ქრისტიანს, რომელსაც არ აქვს ლოცვა, ეს არის ჩვეულებრივი რაციონალისტი ქრისტიანი. რაციონალისტი ქრისტიანი ერთი ფეხით არის ურწმუნოსთან, ათეისტთან. ჯერ იწყება რაციონალიზმი ქრისტიანობაში, ანუ და მერე არის ურწმუნოება, მალევე. და მეოთხე როგორც ცხოვრობთ, ისევ ლოცულობთ. შენ შეიძლება ყველაფერს ასრულებდი ამას, მაგრამ შენ ცხოვრებას არ აკეთებ ყურადღებას. არ აქცევდი ყურადღებას ადამიანთან დამოკიდებულებას, ურთიერთობას, ატარებდი გულში ბოღმას, სიძულვილს, ყველა ფეხის ნაბიჯზე შეურაცხყოფდე, ზევიდან უყურებდი ადამიანს, ავიწროებდე და ასე შემდეგ და ნებებში იყო ჩაფლული, ნებებში ჩაფლული ადამიანი გახსოვთ იგავი, ჩავარდა მარცვალი ეკალბარჩი და იმ ეკალბარდა მოაშთო და მოკლა იგი და დაამთავრა ამბავი. თესლი იქ არ ამოვა. იქ სადაც ცხოვრება არ წესრიგდება ქრისტეს კანონის, ქრისტეს მცნებების, მისი უზენაესი სახარების მიხედვით, იქ არც ლოცვა დაიბადება და არც არწმუნება არ იქნება
დებოდა ძმება. ამიტომ ასე ამბობენ, როგორც ცხოვრობთ, ისევ ლოცულობთ და როგორც ლოცულობთ, ისევ ცხოვრობთ. ესე იგი, შენი ცხოვრება თუ არ იცვლება, ესე იგი შენ ლოცვაში რაღაცას გიჭირს რა. და უნდა შეცვალო ეს ლოცვა, ეს ნიჭი. ამიტომ დღეს ეკლესია გვასწავლის, რომ სულიერ ცხოვრებას აქვს ორი ფრთა, ორი ფრთით შეიძლება აღვიდეთ ღვთის წიაღში, ეს არის მართალი სარწმუნოება და ლოცვითი უნარის ლოცვითობის მოპოვება და მარხვა არის საუკეთესო დრო, რომ ვიღვაწოთ ამისთვის. ყველაფერი ამისთვის განწყობილი, ეკლესიაში ყველაფერი იმისთვის, რომ სულიერად ადამიანმა ცოტა მეტი გააკეთოს. და იღვაწოთ, რათა მოიპოვოს ეს საუნჯე, მოიპოვოს სულიერი წარმატება და სულ მცირედით მაინც შეიცვალოს უკეთესობისკენ. სულ მცირედით მაინც დაამკვიდროს საკუთარ ცხოვრებაში კარგი წესები. წესიერი ადამიანი ნიშნავს კარგი წესების მქონე ადამიანს. და კარგი წესების მქონე ადამიანი უპირველესად არის ის ადამიანი, რომელსაც სულიერი წესები გააჩნია საკუთარ ცხოვრებაში, რომელიც არსებობს ცხოვრებაში და არ არის მისი სარწმუნოება მარტო ვირტუალური. მერთმა დაგლოცოთ, მერთმა გაკურთხოთ, შეგვეციოს წმინდა გრიგოლ თესალონიკელის მადლი და წყალობა. მისი წმინდა ნაწილები არის დაბრძანებული თესალონიკში, მისივე სახელობის ტაძარში. თუ მოგიწევთ თესალონიკში ყოფნა, აუცილებლად იქ ორი დიდი სიწმინდეა, დიმიტრი თესალონიკელი და მეორე გრიგოლ პალამა და ორივე უდიდესი სიწმინდეა და ახლოსაა და ფეხით შეიძლება მოილოცოთ.